ეს მე ვარ რიოს კარნავალზე. სოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე, რომელიც ცნობილია თავისი განსაკუთრებული ენერგიებით. ექსტრაორდინალური ცეკვებით და კოცნებით. ბევრი კოცნებით. ბრაზილიის კარნავალზე უმრავლესობა იმისთვის მოდის, რომ სრულიად უცნობ ადამიანს აკოცოს. How many kisses today? და ხშირად ეს წარმატებით გამოსდით კიდეც. It's time to have a kids now. Yeah. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ხშირად ისე ხდება, რომ ზოგი ადამიანი მიუხედავად უამრავი მცდელობისა კოცნის გარეშე მიდის კარნავალიდან და სამწუხაროდ მომდევნო კარნავალს ელოდება. მაგრამ მე კარგად დოპამინის ავსეკაცი და MMS აგენტი. და მე ერთ-ერთი მისია მაქვს. აქ მარტოსული ადამიანები ერთმანეთს დავაკავშირო. თუმცა სანამ გატეხილ გულებს შევაერთებ, ყველაფერი უნდა დაიწყოს მომზადებით. Twemzadebit. ექსტრავაგანტი უნდა გავხდე. თავი არ ამოძრავ. რიოს კარნავალზე ყველა ექსტრავაგანტულად გამოიყურება და იმისთვის, რომ აქაურობის სრულფასოვანი წევრი გახვდე, ჭირდება რამდენიმე ატრიბუტი. პირველი ატრიბუტია სიშიშვლე. Deodorant არის. ვირთაურძის კომპანიები საკმაოდ კარგი პლეისმენტი გაკეთდება. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია შესუნთქული მუცელი. მალე კამერას ნომრეთიშა. აუ გამომივარდაჩი. აუ ვერ ვალკავებში. და რაც მთავარია, ჭვიალა წვერები. ვიცი რომ გეღვარ ვარ. მაგრამ არ ვიცი რა. სანამ იმას გეტყვით, რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს, გეტყვით, რომ რიოში სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება კარნავალამდე და კარნავალის დროს. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ორივე დროს ყურადღება მისაქცევია, არის უსაფრთხოების საკითხი. ბრაზილია დამწყებისთვის არ არის. აი აქ სახიფათოა, აქ არის რისკი, რომ შეიძლება რამე მოიპარო. და იმისთვის რომ გადარჩე, ყველა მნიშვნელოვანია კონდეს საჭირო სკილები. აქ ზედმეტი მოდუნება და ყველა შენ გაგზარცვავს. ეს ამბავი შეემთხვა ბაბის, როცა უშემოდ გასული რიოში შეერნობდა. ეს ტიპი, რომელმაც ჩვენი ტელეფონის წარქმევა ცადა, ხელს იყოფს გულის ჯიბეში და ესე რაღაცას აძრობს რა და ჩვენ ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ეხა მეორე ტიპი უკნიდან გვადგას ერთი წინიდან გვადგას ვცდილობთ რომ ყველაფერს მოვშორდეთ. გაზარცვა იმდენად მიღებული ამბავია, რომ ტურისტებიც ხუმრობენ ამ თემაზე. Did you find any Turkish ice cream here? Ice cream? No. Like Turkish style. No. We have to make that business here on the For streets. the Brazilians, it's dangerous. Yeah, they will grab everything. You have to give it to us. You have to be like watching Yes. all eyes. No, I don't take anything with me. No phone, no wallet, just credit card and room card. That's all. Give me your credit card. რიოში გაძარცვის რისკი იმდენად დიდია, რომ სასურველია ვინმე გყავდეს მეგზურად. ალბათ გაინტერესებს, ვინ შეიძლება იყოს შენი მეგზური ბრაზილიის მოგზაურობაში. შენი მეგზური შეიძლება იყოს შენი მეგზური. შენ ფიქრობ, რომ ეხლა გატყუებ, მაგრამ სინამდვილეში შენი მეგზური კომპანია, რომელიც მეხმარება მე ნებისმიერი ტურისტული აქტივობის განხორციელებაში. სასტუმროების დაჯოშნაში, ბილეთების ორგანიზებაში, ტოპ ტურისტული ადგილების ნახვაში, ყველაფერში რაც მაინტერესებს, ყველა ბიუროკრატულ საკითხში რისი გადაჭრაც მინდა. შენი მეგზური დამეხმარა რიოს კარნავალის დროს ბრაზილიაში ჩამოსასვლელად. რიოს კარნავალი ორ ნაწილად იყოფა. ძირითადი ფასიანი ვერსია, რომელზეც სამბა შოუები ეწყობა და განსაკუთრებული ცეცხლი ტრიალებს. და ხალხური გარე ვერსია, სადაც ყველა ჩართულია კარნავალის პროცესში და სწორედ აქ მაქვს გეგმა, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმარო კოცნის შესრულებაში. Chill. When you are chill, the girl will come to you, okay? თუმცა სანამ კარნავალი დაიწყებოდა, გადავწყვიტე ქალაქი კიდევ უფრო აქტიურად დამეთვალიერებინა, რომ გამეგო როგორ იყო უსაფრთხოების საკითხი ბრაზილიაში. ზოგადად მინდა გირჩიოთ ეგეთი რაღაც რა. ყველა არის ადამიანი რა. აი აბსოლუტურად კრიმინალიც ადამიანია რა. თუ რაღაც მაქსიმალურად თუ ძალიან გადათიშული არ არის, კაიფში არ არის და რაღაცა და თუ რაღაცა დადებითი ენერგიას დაამყარებ, შეიძლება აი მართლა შეეცოდო რომ გაგზავნოს რა. თავარია მაგ დროს ემოცია აკონტროლო, შვიდად შეხვდი ამ ყველაფერს და თუ აპირებს რომ გაგზავნოს და იარაღი დაგადო, მიეცი რა. ნუ დაიწყებ ახლა იმას რომ მე ბიჭო მაგარი ტიპი ვარ, მე შაღოლე, ვინ მიიზავს ეგეთი რაღაცები დაიკიდე. მიეცი დაიკიდე გააგზავნე ცხოვრება, ერთი იმას უნდა შეეწირო ტელეფონს. სამხრეთ ამერიკაში მაგის რისკი არის სულ. უბრალოდ შენ უნდა შეძლო ამის მართვა და ამის მართვა რა ფილოსოფიაში გადავარდი ხა. თუ ჩაიკეტე შენ თავში და რაღაცა არსად გახვედი და რაღაც სულ დაძაბული იყავ, ვეღარ სისიამოვნებ რა. ამიტომ მიენდეს ხორეს. მოგპარავენ ერთი მაგის დეტაცვატირე კონდეს რა ეს ტელეფონი ახალ წიგები. მოპარვა შეიძლება ნებისმიერი მხრიდან ელოდო. ეს შეიძლება იყვნენ ბავშვები. Ladrões de celular.
გაიგე? ხალმა გამაფრთხილა, აი ამ ბავშვებს მოპარვა უნდა და თოდა ფრთხილად იყავიო. მოპარვა არ არის გამორიცხული არც გამყიდველებისგან. როგორი პოზიტიური არ უნდა ჩანდეს. Influencer, I'm trying. mais ou menos. Mais ou menos. Vamos bailar. Du cha cha, du cha cha, cha cha, du cha cha, cha cha, du cha. What are you selling? Marijuana? Bro is selling. Tava gato, tá gravando. Show, cara. Aí é minha cara. I'm police, show. Ele é polícia. Police show. Keeping passport, axahulia. That's it. No, tranquilo, tranquilo. Qual é seu nome? Kako. Kako. E my name is Yura. იურა დაინტერესდა ჩემი ინსტაგრამით, თუმცა მიუხედავად პოზიტიური დამოკიდებულებისა, ნებისმიერ დროს არის რისკი, რომ ტელეფონი ამაცალოს. თუმცა მე მოქმედებ MMS-ის წესებით. MMS-ის წესი ნომერი 18 ამბობს, რომ თუ გაქურდვას გიპირებენ, იმოქმედე ტარიელონიანივით. გამოიჩინე ემპათია ქურდის მიმართ. ეს ხომ მისი საქმეა და გულწრფელად ელაპარაკე ამ ყველაფერზე. You see my hand shaking. Internet, hein? You know why? I'm afraid you rob me. No. No. AK no. Ladrão, AK ladrão. იურა გამომიტყვა, რომ საკმაოდ უსაფრთხო ზონაში ვარ და აქ რომ მომპაროს მაფია კარგ საქმეს არ დააყრის. სხვაგან მოპარვა კი მისი პროფესია. Police? Mafia, no. Mafia. For tourists? Ah, okay. Mafioso. Who is mafia? Call me. Isso, mata ladrão. Give me name. Who is No. mafia? ბრაზილიაში არა მარტო გაძარცვა, დასკამაც სრულიად მოსალოდნელია. სწორედ ესეთი ამბავი შემოვთხოვა ბრაზილიურ სტრიმზე. And you lied to me. And also phone was steal. Vamos para a polícia. You're scammer. Policia. You're scammer. გაცნობებთ, რომ მე სტრიმების სახით დავიწყე და სტრიმებზე გავდივარ სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებიდან. Kako the boss. Kako the boss. Kako the boss. ასე რომ თუ გაინტერესებს ჩემი ყურება, შეგიძლია ამ არხზე გადმოხვიდე. Uno, dos. Uno. Kokosი ჩემი სიმბოლოა, ყველგან უნდა ვიყიდო. მორჩა. მით უმეტეს ესეთი გაყინულია და ესე გენიალურად გამოიყურება. Super coach. Super coach. Perfect. Wait. I will show what's perfect. Whisk. Oh, It's my energy. It's perfect. Now it's perfect. Თქვენი ვისკია ხალხო ეს. ამას გონი ალკოჰოლია, მაგრამ ეს არის ჩემი ბედნიერების წყარო. იმიტომ რომ ესენი ბევრად უფრო ბედნიერები არიან ვიდრე მე და მე ეს ყოველთვის ვჭირდება. Thank you. წავედი, თვითონ ფულს არ ვიხდეთ. Não pode esquecer. I forget. Fuck. Epa, calma. დამივარდა და ნახე რა სათუსად უფრთხილდება. Thank you, bro. რა თქმა უნდა, ამ კაცთან არ მიხსენებიან, რომ ჰენკას და ვიტამინის წყალი აგროჰაბში, ფრესკოში, გუდულში და კიდევ უამრავ მარკეტში შეუძლია ნახოს. მაგრამ ფაქტია, რომ ვიტამინის წყალმა მისი უდიდესი ცნობის მოყოლება გამოიწვია. Que é isso, amigo? Vitamin. Vitamin? Yeah. Top. No alcohol. Vitamin. vitamin. D vitamin. Natural. Natural. როცა ჰენკას და ვიტამინის წყალი ჩემთანაა, მე ზუსტად ვიცი, რომ შევძლებ ჩემი მთავარი მისიის შესრულებას და გავხდები კარნავალის მთავარი კუბიდონი. ადამიანებს ერთმანეთს ვაკოცნინებ. Let's go. თუმცა ალბათ ამდენი ხანი იმედგაცრუებული იყავით, რომ ვერ გაიგეთ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. საქმე ისაა, რომ მაჭაკლობა ჩემი მოწოდებაა, ჩემი ჰობი. მე ყველას ურიგებ გოგოს, ვისაც სჭირდება. ვისაც არ უნდა. Good guy, yeah? Very good guy. ვინც მართლა ეძებს გოგოს. He wants wife. Can you meet your daughter? ან სულაც ვინც დაოჯახებულია. So. დაგაჯახო. სულ ერთია. თუ 1% მაინც არის შანსი, რომ ადამიანები დავაკავშირებ. ყველას ერთმანეთს ვაკავშირებ. მე მინდა რომ გაუმბრავდეთ, ვიყოთ ძალიან ბევრი. და ეს საკმაოდ თავზეხელაღებული მისიაა და ასე დროს დინებას არ უნდა მიყვე. პირიქით. ყოველთვის იარეთ საწინააღმდეგო გზით. ყოველთვის გაარღვიეთ ნაკადი. თუ უსაფრთხოება რიოში ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, კარნავალზე ეს ფაქტორი კიდევ უფრო საგანგაშოდ ყურადღება მისაქცევია. რადგან სულ ჭეჭვაა. დაფაგები მოძრაო. საუკეთესო მოსაპარი ხალხი ვარ. და ამ ჭეჭვაში ბევრად დიდი შანსია, რომ ვიღაცამ ტელეფონი აგაცალოს. აქ ეხლა რა ხდება რა? ზოგადად სადმე გასართობად რომ მიდიხარ, ბევრად უფრო რთულია რომ ვინმე გაიცნო ან აკოცო, ვიდრე უსაფრთხოება შეინარჩუნო. და აქ პირიქით ხდება. აქ ოცნა მარტივია, მთავარი ტელეფონი არ აგაცალო ამ დროს. Hello, my friend. უსაფრთხოების ფაქტორი ტურისტების პრობლემა უფროა. ადგილობრივებს გავს რისკი არ ემუქრებათ.
რა თქმა უნდა, ამათ ძარცვა და მოპარვა სულში აქვს და ამიტომ არის ამდენი პოლიცია უკან. და შესაბამისად გაცილებით არხიანად შეუძლიათ გააკეთონ ის, რისთვისაც მოვიდნენ. იცეკვონ, ოღონდ იცეკვონ ბრაზილიურად, სამბას წესებით. სილაღის და თავისუფლების ნაპერწკალით. Where you from? From Georgia. Georgia. YouTuber. YouTuber. Yeah. You dance amazing. I am dancer. Oh, really? ცეკვის სიყვარულმა აქ ასაკი არ იცის. ბებია ჩემი აცეკვდა. და ყველა თანაბარი მონდომებით ცეკვავს კარნავალზეც და კარნავალის მიღმაც. ყველა ცეკვავს ისე, თითქოს ერთი დიდი ოჯახია. Até aqui do Maranhão. My mom from Brazil. Maranhão. My mom. ცეკვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფენომენი კოცნაა. რა თქმა უნდა, ასე შემთხვევითი უცნობების კოცნის სცენები რენდომ ქართველი ბიცოლასთვის გარყვნილების ბუდია. მით უმეტეს თუ ეს ერთსქესიან ადამიანებს ეხება. თუმცა ისინი ამას უწოდებენ თავისუფლებას. და რაც თავარია, ისინი არიან ლაღები. ვთიან თავიანთ შანსს, რომ აკოცონ ადამიანს, რომელსაც აღარასდროს ნახავენ. ოღონდ რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ უკვე პარტნიორი არ ყავს. How many kisses today? I'm with her. Ah, okay. კარნავალზე არ არსებობს განსაკუთრებული დაყოფა. გოგოების არანაკლები ინიციატივით გამორჩევიან, რომ ვინმეს აკოცონ. მინდა რომ გაკოცო. Kiss that guy. I'm loyal guy. I have wife. Kiss him. Kiss him. სწორედ ამ ენერგეტიკის გამო, რომ უამრავი უცხოელი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან. Français? Oui. Yeah, me no. და თუ ურთიერთობაში არ არიან, მათაც აქვს სურვილი, რომ უცნობ ადამიანებს აკოცონ. Today, do you have kiss or no? Français. Kiss. French kiss. მაგრამ სამწუხაროდ ზოგს გამოუცდელობის და ზოგს სიმორცხვის გამო არ გამოსდის. Today. No. Not yet. Bro, what you are did, wasting time? yeah, You are wasting time. თუმცა თქვენ ალბათ ისევ დაგავიწყდათ MMA საზოგადოების შესახებ. MMA-ის წესი ნომერი 68 ამბობს, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს რო შეერთო თუ იპოვე ასეთი მომენტი, მაშინ შენ უნდა გახდე მათი წებო მომენტი. და თუ ჭეშმარიტი MMA-ის აგენტი ხარ, ასეთი სამი შემთხვევა დადე. ჩვენი მიზანია რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დავაკავშიროთ. თუმცა MMA-ის წესს აქვს საკუთარი ელემენტები. ელემენტები იმისთვის, რომ გაიხსნას კოცნის კარი. პირველი ელემენტის სახელია ორიენტაცია. უნდა გავარკვიო რამდენად უნდათ საპირისპირო სქესთან კოცნა. იქნებ ლატენტურად სხვანაირად ფიქრობენ. How many kisses today? Muito bom, né? Muito. You okay? No. Kiss now. Kiss now. Kiss. კოცნის კარის გახსნაში მხოლოდ ერთი ელემენტი არ მონაწილეობს. მხოლოდ ორიენტაციის გარკვევით ვერაფერს გავხდებით, თუ შესაბამისი განწყობა არ გვექნა. მეორე ელემენტი სახელია ენერგია. უნდა ვიყოთ ენერგიულები და აქტიურები, რადგან ხალხი მოვიზიდოთ და ამ ენერგიამ სხვებს აფიქრებინებს, რომ ჩვენ განსაკუთრებულები ვართ და ყველას მოუნდას ჩვენთან შეერთება. კოცნის კარის მესამე ელემენტია კეტოგენჯის brain optimizer-ი. არა, ხუმრობის რეკლამისთვის მოვიგონე. თუმცა ესეც შედარებით სენსიტიური პროდუქტის რეკლამას არ გავაკეთე, სანამ მე არ დავტესტავ. English. Inglaterra. You are carioca. Yes. É Brasil. Brazil. Inglês. Do you have kiss today or no? Cristiano Ronaldo. იმისთვის რომ ესეთი გონება გაფანტული არ იყოს საჭიროა ფოკუსი და ამას brain optimizer-ი უზრუნველყოფს. რაც თავარია, ეს პროდუქტიულობის ღმერთი შედგება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, ანუ იმისგან, რაც უამრავ საჭმელში ისედაცაა გაფანტული. ერთ თვეზე მეტია უკვე ყოველდღიურად ვცვამ ამ პროდუქტს და ჩემი ტვინი კიდევ უფრო უკეთესი ხდება. სანამ კეტოგენჯიზე brain optimizer-ს ყიდულობ, გეტყვი რომ სინამდვილეში კოცნის კარის მესამე და მნიშვნელოვანი ელემენტია კაპიტნის მხარდაჭერა. თავად მე ვარ კაპიტანი. კაპიტანი და მთავარი ხელშემწყობი, რომ წარმატებას მიაღწიან. და მით უმეტეს თუ ისინი კაპიტნის ქუდს დაიხურავენ. Câmera. Policial. Yeah. Bro. You're man now. Real man. Yeah. Let's go. Yeah. My man.
my God. My man. Yeah. Carioca. Let's go. აი, ერთი დავაკავშირეთ. პირველი წარმატების მერე დრო დადგა გადასულიყავი მეორე მსხვერპლზე, რომელიც მეზობელი ქვეყნიდან აღმოჩნდა. From where? You? Argentina. Argentina. Messi or Ronaldo? Messi. Of course, bro. Messi. You do kiss girls today? Yes, I love. How many? I don't know. If you are recording, I can say how many. Can you kiss right now someone? Okay. Do you have a challenge? I can. Let's go. Let's go. Let's go. Let's go. მოკლედ წესები მარტივია, მე უნდა შევარჩიო ვისაკოცოს. Okay, you tell me who, I'm gonna lift a girl there. That one. Muito obrigado. Camera. ჩვენ გამოწვევას კამერა ართულებს. კამერის წინ ასე არხიანად ყოველთვის არ არიან მზად აკოცონ. შესაბამისად ჩვენ არგენტინელ ძმასაც თავიდან გაუჭირდა. თანაც ამას ისიც დაემატა, რომ ცოტათი სულწრაფი აღმოჩნდა. თუმცა აქ ერთვება ჩვენი წარმატების მეოთხე მნიშვნელოვანი ელემენტი გარე მოტივაცია. უნდა უთხრათ, რომ ამ ყველაფერს უფრო დიდი მიზანი აქვს, ვიდრე უბრალოდ კოცნა. He's winning money. Help, guy. You have to kiss. Okay, let's go. Yeah. Yes. That's how it works. Agora você vai comprar cerveja. ეს მუშაობს აქ სისტემა ძმაო. შეგიძლია შეციკოცნაო. It's time to have a kids now. Yeah. მე სამწუხაროდ ლოიალური კაცი ვარ. მე ბაბენ ხარ სამწუხაროდ. ამ სწრაფი წარმატებების ფონზე უხდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც არაფერი გამოსდიოდათ. Girls kiss? No, why? You gay? No. Girls no kiss today? It's time, bro. You have to act. თუმცა ვინ იტყვის უარს ისეთი აღნაგობის ბიჭებზე, როგორიც ესენი არიან. Great body, bro. I have problem. My body is not good. Your compare. Who is the best? Did you kiss girls today? 5? 6? 3? 5? ეს რიკარდოა. როგორც აღმოჩნდა, რიკარდოს კოცნა არ აქვს განხორციელებული კარნავალზე. Say hi to my camera. Brazil. Ronaldo. No Cristiano Ronaldo. No Cristiano Ronaldo. Gaucho, bro. Gaucho. შესაბამისად, როცა კამერის წინ დავაჩელენჯერ, Can you kiss on camera now? Challenge. Find anyone. Let's go. ყველაზე მეტად რიკარდო იყო ბედნიერი, რომ მიაღწევდა თავის სანუკვარ კოცნას. Yeah. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ დაწყებულა. ჩვენ დაახლოებით 20 წუთი ვიბორიალეთ. მივიღეთ პირველი უარი. Challenge for YouTube. მეორე უარი. $100 winner. მივიღეთ მესამე უარი კამერის გამო. Do you have boyfriend? No, but my work Where do you I can show in the video kisses. You are losing great chance. Okay, anyway. Okay. ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად რიკარდო ნერვიულობდა და ძალიან სასოწარკვეთილად დააჟინებული მიდიოდა გოგოებთან. Don't be so desperate, bro. You will be chill. When you are chill, the girl will come to you, okay? My man! You are my man! You are my Gila! რიკარდო რაღაც მომენტში გამოგვეყო კიდეც და უკვე შორიდან ცდილობდა ვინმე მოეზიდა და უთითებდა რომ YouTube challenge იყო. I will be your wingman. რაღაც მომენტში გავიაზრო რომ შეიძლება მომატყუეს. ამდენი კოცნა არ ქონდათ განხორციელებული. Maybe you are lying about 5 because you have great body but skills. I don't know. ასეთი body ბიჭები არიან და სკილი ვერ არა აქვს რა. ზუსტად ამის გამო საჭირო გახდა კიდევ უფრო მეტად ჩამერთოთ ჩემი მარკეტინგული სკილები. You see the body? Superman. და მაშინ როცა იმედი ამომეწურა მე, არ ვიცი მე, ამათ რა უყო, რა მოვუხერხე. იმედი ამოეწურა ჩემ ოპერატორს. ვერ გავიგე. არ გამოსდი. როგორც იქნა დადგა ჩვენი სანუკვარი მომენტი. Girls are dreaming for that. ჩვენი მისია წარმატებით შევასრულეთ. მაგრამ ერთ-ერთი რაზეც გული მწყდებოდა ისაა, რომ რიკარდო უკოცნელი დარჩა.
და იმ მომენტში, როცა ფესტივალიდან წამოსვლა დავაპირეთ, დავინახეთ სცენა, რომელსაც საერთოდ არ ველოდებოდით. Bro, my man found a girl. My man found a girl. Congratulations, bro. Congratulations. Yeah, you're my man. Yeah. Yeah, finally. Yeah, let's go. ასია ზოგადად ყველაფერში. თუ კოცდა გინდა არ უნდა დანებდე. მეორე უნდა ცადო და მარცხის მიუხედავად აუცილებლად მიაღწევ მიზანს. ისე როგორც რიკარდოს გამოვიდა. ხოლო თუ გინდა რომ მაიმუნს გაასრო გამომწერებში ბევრი ვიდეო უნდა დადო. დადო იქამდე სანამ არ გამოგივა. თავარია არ გაჩერდე. ამ ფრაზას ერთი გენიალური სპონსორი მოუხდებოდა.